და მამისა და დადისა და სულისა წმინდისა და საღარიბაში წერია რომ გიყვარდებს წერი შენი და შორს არ ესმის სასწნავს გიყვარდებს წერი შენი და მოწუნეებისთვის ორი მტერი ერთი არის ფიზიკური მეორე არის სულიერი ფიზიკური მტერია რუსეთის ხელისუფლება 200 წელიწადია 1800 წელს გაუქმდა დამოუკიდებლობა საქართველოში და 200 წელი იყო წარქმეული დამოუკიდებლობა ფიზიკური მტერი წარქმეული ახლა აფხაზეთის სამაჩაბლო რუსეთის ხელისუფლებისგან იმას ქვია ფიზიკური მტერი სულიერი მტერი კიდე რას ქვია ვინც მეუნება დღეს ევროკავშირის სახით რომ ოჯახის სიწმინდე ამოიყენოს და მე ვილაპარაკოთ იმას ქვია სულიერი მტერი მაგრამ როცა მიწერია ლოცვა მტერისთვის დასგულისხმობს ეს ფიზიკური მტერი როგორც ფიზიკური მტერი იყო მეფე დიოკლეტიანე ამოწოდელი კანდა ავდა 100,000-ობით ქრისტიანი მაგრამ გახდება პატიოსანი შემელი მებაღი პავლე მოციქული გახდება მოციქულთა თავი ამდოს ქრისტიანების პირველი იყო კიპრიანე ჯადოქარი გახდება ძე მოწამე დამასში დადოლაპარაკო იმიტომ რომ გული მიკვდება რო უყურებ როგორ არიან სიძული დამოხტულები მე ხო შეიძლება ჩავდივარ ქალაქში და რო უყურებ აი გაიხადათ მაგალითად მოწუნეები არიან მაზერებლები არიან და კუბოს დაძვა იმიტომ რომ ისე არიან შეწუხებული ამ სიტყვით და რაც ხდება საქართველოში რომ დედა იქაშვილი აქა ცოლი იქა ქმარი აქა რომ გაბოროტებული არიან ხელისუფლებას მაგრამ თუ გაბოროტებული მოგდები სადმიდი ხარ ჯოჯოხეთში იმიტომ რომ ჯოჯოხეთში რა არის სიყვარულის სუფევა მამაოჩვენო ყველა მეცით რა გიწერია მაპატი როგორც აპატივდა მithmedes თუ ერთი ადამიანი გარა ბევრი გზოს რასაც ქვია ხელისუფლება თუ რუსეთი გზოს და მე მახსენდება საბჭოთა კავშირის პერიოდი როცა სხვა აზრის გამო ციხეში აჯენდნენ და ვერ გამიხსენებ მაგრამ ვიცი ისტორიით რომ მე-20 საუკუნის 30-იან წლებში კომუნისტებმა დაანგრიეს ტაძრები დახვიდეს მოწუნეები მაგრამ ეს კომუნისტი მათ რუსი კი არის ქართველიც იყო და რა ხდება ადამიანში ხდება გაბოროტება და რის გამო ხდება სიღარიბის გამო ყოველთვის რევოლუციები ხდება სიღარიბის გამო და ახლა ვინც რევოლუციებისკენ მოუწოდებს და მას უხედა მას მეტი ეს არის შეპყრობილი იმიტომ რომ ყველა რევოლუციის თავი არის ეშმაკი და ხა ზოგმა ვერ გაიგო და ბატონყმობის წინააღმდეგ აჯანყება ესა ცოდვა არისო რას ქვია ბატონყმობა უსამართლობა გეთანხმები მაგრამ აჯანყება რატო იყო არასწორი რითი დამთავრდა ეს კომუნისტური ესე იგი ბატონყმობის გაუქმება რითი დამთავრდა დამთავრდა იმით რომ 70 წელი საბჭოთა საქართველოში ისწავლებოდა ათეიზმი რას ქვია ეს ცხოვრება წარმოიშვა აფეთქებისგან და ადამიანი მაიმუნისგან რას იყო 70 წელი ქართული ენაზე პროფესორები მასწავლებლები ამას ასწავლენ ამას აკეთებენ და მას მედია უარყოფილი იყო ღმერთი 70 წელი დღეს ჩვენი ბავშვები რითი გაიზარდნენ ამერიკა ევროპის ფული და იქ რა ხდება იქ ისეთი მედიცინა და ესეთი მადარული კეთილდღეობა შეიძლება მოყავს ჩემი შვილიშვილის მაგალითად რომელიც საფრანგეთში არის ბედნიერია რომ საფრანგეთში ცხოვრობს 20 წელი რატო იმიტომ რომ ამბობს რომ იმ ამანტყობობით აქ ყოფილიყო საქართველოში მოგდებოდა იქ უგედესი მედიცინა ასევე მიცეს სახლი კარი იქ უმუშავარს მეტი აქ ვიდრე აქ მუშას მაგრამ მეუნება რომ ფრანგებიო როცა ხმეზე დაუწევ ლაპარაკსო გიყურებენ როგორც სხვა ქვეყნიდან ათეისტები არიან ესე იგი იმ ბურჟუაზულმა იმან რა ქვია რევოლუციამ სადამდე მიიყვანა კი სამართლიანი ლოზუნგები იყო მაშინაც ბურჟუაზ კომუნისტობისოსაც მაგრამ იცი მთავრდება ღმერთის უარყოფით ახლა მაბშებს რო უყურებ ახლა მადლოვანსო ბოლო 2-3 დღეა მშვიდობიანი მიტინგებია მაგრამ რას გვანდნენ ისინი ზოგიერთი მომიტინგები იფოცხებოდნენ ილანძებოდნენ და თუ საბირის რას ეტყოდი გეძახოდნენ მოღალატეს გეძახოდნენ რუსს რაც შეეხება რუსის ეს ისევ საბჭოთა კავშირის პერიოდი გავიხსენოთ იცესებოდა მასმედიით სიძულვილი და ხელოვნები და ულაფრით დასავლეთისადმი ამერიკა ევროპისადმი ახლა იმათ თუ სოჭამთ 30 წელია ამერიკა ევროპის და ასევე განათლებაც იმათი ფულით ფინანსდება ისი გაიზარდნენ ჩვენი ბავშვები სიძულვილით რუსეთისადმი
ესენი არიან ამერიკა, ევროპა და რუსეთი როგორც კატა და ძაღლი. მაგრამ შენ თუ ქრისტიანი ხარ, შენ უნდა იცოდე რომ შენ გიხარია რომ განთავისუფლდე რუსეთის მონობისაგან, რაც ქვია ხელისუფლება თორე. მამა გაბრიელი საბჭოთა კავშირის ცხოვრდა, მონა არ იყო. წმინდა გიორგი წყობაში იყო, მაგრამ მონა არ იყო. ქეთევანწამებული აწამეს, მაგრამ მონა არ იყო. და მაგრამ დაბალაკი იმაზე რომ 200 წელი რუსეთის ქვეშ წარქმეული იყო დამოუკიდებლობა და ვიყავით მონები რუსეთის, მოსკოვის. რუსეთი ხალხის კი არა, მოსკოვის ხელისუფლების. ასევე ახლა რას ხედავთ? მომიტინგეები არიან მონები ევროკავშირის. იმიტომ რომ ეს ევროკავშირი გახადეს ღმერთად, მე ძალიან მიყვარს ფრანგების, ესპანელების, გერმანელების, მაგრამ როცა ევროკავშირი მეუბნება რა, ჩემ ხელისუფლებას, საქართველოსი. რაცა უნდა თავისი მინუსები ჰქონდეს, მინუსები კიდე რა არის? რა დღეში ვარ დღესა, დედა იქა, შვილი იქა, ცოლი იქა, ქმარი იქა, ვიღაც სანამგეში იქება, ხელისუფლების ბრალია, ედანხმებით. მაგრამ როცა ჩემი ხელისუფლებისგან ევროკავშირი მოითხოვს, რომ ოჯახის სიწმინდე ამოიღე და მე ვილაპარაკო და შენ ევროკავშირის დროშა თუ გიკავია, არ აქვს შენობა, თუ გინდა ქრისტიანი არ იყო. თუ გინდა იყავი მუსლიმანი, თუ გინდა იყავი ებრაელი და ნებისმიერი მორწმუნე, გამოდიხარ მოღალატე. ამ პირობით თუ გინდა ევროკავშირი. და ვეხვდები ამას სიძულვილისგან გამწარებული და შეყვობილი ხარ სიძულვილით. თან დროს ზოგი მაზიარებელია, საიდან ვიცი რომ შეყვობილი ხარ სიძულვილით, მაგალითად გიჩვენეს ტელევიზორში სტუნად მიდივარ უყურებ რას უყურებენ და მომბეს უყურებდნენ იქ დაინახეს რომ ოპოზიციონერებმა დაწვეს ხელისუფლების წარმომადგენლის ესე იგი ფიტული. და ეს უხარო და ამ დროს მაზიარებელია. და რა მიიყვანა აქამდე სიძულვილამდე. ზოგიერთმა არხებმა, რასაც ქვია ლიბერალური არხები, რომლებიც წამბამე ჩვენ შვილები და შვილიშვილები და თქვენ მოწმეები ხართ. და უყურებთ იმ არხებს, სადაც ხდება სიზმრა, მრუშობა, მამათმობის, სადაც ესე იგი ღმერთის გმობა, ღმერთის უარყოფა, გვიჩვენებენ იმ გლებსა, იმ ეპისკოპოსებსა, ვინც დაუშვებსაც ვირფასის სახლი აქვს, ვისაც ვირფასი მანქანა აქვს. და ამით ასაკეთებენ, შენში უნდა გამოიწვიონ სიძულვილი და შენში გამოიწვიეს სიძულვილი ხელისუფლებისადმი, რაცა უნდა არასწორი იყოს ხელისუფლება. შენში როგორ შეიძლება სიძულვილი იყოს? თუ შენში ღმერთია და თუ ეზიარები ღმერთი უნდა იყოს. აი ზოგიერთი მოძღვარიც კი რუსებს ვერ ვიტან, სვენას ვერ ვიტან. და ამ დროს ის იცოდნა აქვს მოძღვარს და ყველა მორწმუნეს მის მაზიარებელს ის იცოდნა, იმის იცოდნა გაქვს რომ თმა არ დავარდება და ბეღურა არ ჩამოვარდებაო ჩინების გარეშეო. დაკარგვა ტერიტორიების აფხაზეთის სამაჩაბლოს. თუ მიწისძვრა იქნება, თუ ცუნამი იქნება, ბიბლიის სწავლებით არის ცოდვებისა გამო. ამიტომ გამოსავალი რაშია? ქრისტეს სპენაში და სინამოში და იმის მაგივრად რომ გიხაროდეს ის რაც ახლა ხელისუფლებამ მიიღო ამ 30 წლის განმავლობაში ისეთი რაღაცა მიიღო რაც არ ეთანხმება ევროკავშირის და შეერთებული შტატების ინტერესებს და როგორ გვიქნებენ თიცა აქედან ხო ჩანს 30 წელი მონები ვიყავით. ესე იგი ჩვენ რო ფულს გვაძებდნენ და ზოგიერთი აბარაო ფულს ხო გვაძებენო, ესე იგი ფულს თუ გვაძებენ მონა ხარ? მაშინ რა განსხვავებაა საბჭოთა კავშირსა და ევროკავშირის შორის? იმიტომ რომ ფულს რომ აძლევ ჩემ ბავშვებს უნდა ვასწავლო რომ შეიძლება შეისწავლოს სქესი, უნდა დაფიქრდნენ ვინ იქნებიან. და ის რომ კონსტიტუციაში დაკანონდება რომ ხალი ხალია, კაცი კაცია. ამას გააკეთებს შეერთებულ შტატებში ტრამპი და მადლობა აღმოჩნს რომ 4 წელი მომავალ არჩევნებამდე შეერთებული შტატების ბავშვები დაცული იქნებიან უზნეობის პროპაგანდისაგან. მადლობა ღმერთსა. და ღმერთმა აგვიხილოს სულიერი თვალები. ღმერთმა მოგცეს მეტი რწმენა, რაც ჰქონდა ჩვენ წინაპრებს. და ის არასდროს არ იფიქროთ, რომ ევროკავშირში თუ შევალთ, ესე იგი იქნება ბედნიერება, შენ თუ თაგებით არ შეიცვლები, აზროვნებით არ შეიცვლები. თუ მინდა შედი ევროკავშირში, ამის მაგალითია ბულგარეთი, ამის მაგალითია პრიბალტიკის ქვეყნები. რამდენხანი ევროკავშირში არიან, მაგრამ მის ნაცნობები ყავს, მეუბნება, რომ ყველა გადის საზოგადოებრივ სამუშაოდ. ხა ზოგიერთ ყურსა მე იმიტომ მინდა, რომ მის გავიდე თავისუფლად. შენ რო გახვიდე თავისუფლად და ამის გამო ხელი მოაწერო იმას, რომ კანონით, კონსტიტუციით, რომ ორმა კაცმა ბავშვი აიყვანოს, ორმა ქმარმა ბავშვი აიყვანოს და ამას როცა ვლაპარაკობ, აი ზოგიერთს ეცინებათ ამ ლიბერალური არხებისგან, twin გამორეცხილებს.
გონიათ რომ ეს არის ხაპარი, ამას მინიწყოს ჩვენგან. ამის მაგალითია საბერძნეთი დააკანონეს, ამის მაგალითია უკრაინა აკანონებიებენ. ამის მაგალითია უყურეთ ტელევიზორს, მარტო ოპოზიციას გაუყურეთ, ოპოზიციასაც უყურეთ. იგი დაინახა ამას რეალობა ითხოვენ ჩვენგან. და ღმერთმა ქნასო სულიერი თვალები აუხილოს ყველა მორწმუნეს და ვინც ათეისტია და უწუნოა, ყველა მოაქციოს ღმერთმა. თუ არადა ხშირად მოგავს სოდომ გომორის მაგალითი, როგორც დაიწვა, ესე დავიწვებით. როგორც მოხდა წარღვნა, ესე მოხდები წარღვნაში, მაგრამ წარღვნას რო ამოხდეს, დაწვას რო ამოხდეს. თუ ღმერთთან არ იქნები, მოიყვან ალექსანდრე მაკედონიის მაგალითსა, რომ სულ 33 წელიწად იყო და წაიყვანა ღმერთმა, სულ 33 წელიწად. ვერც ფული გიშველის შენ აუსა გარდაიცვები და ყველა გარდაიცვებით. ვერც ევროკავშირს აგიშველის. და ვერც თანამდებობა გიშველის. გიშველის მარტო ქრისტეს წმენა და სინანული. და ღმერთმა მოგცეს ეს ქრისტეს წმენა და სინანული. ერთად დაგოცოთ ჩვენთანაც ღმერთი.